მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ხართ? პირველ რიგში მოგიკითხავთ თვითოულ თქვენგანს და არ დავიღლები მადლობით და მადლიერებით თქვენს მიმართ, იმისთვის რომ ხართ ჩემთან, იმისთვის რომ ხართ ამ არხზე და არ იშურებთ კომენტარებს და გამოდიხართ უკავშირზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც პირველად ხართ ამ არხზე, გამოიწერეთ არხი, რათა ახალი ვიდეოები არ გამოგრჩეთ და მუდმივად თვალყური ადევნოთ აი ამ არხს. ეს არხი თქვენთვის არის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მომწერეთ, რაზე გსურთ გავაკეთოთ გაშლები. მე ვითვალისწინებ თქვენს თხოვნებს და ახლაც ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით მე გავაკეთებ საჯარო გაშლას. როგორი პარტნიორი შემოვა თქვენთან სასიყვარულო კავშირისთვის? ან სერიოზული ურთიერთობისთვის. მოდი ვნახოთ, როგორი პარტნიორი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ვნახოთ. როგორი პარტნიორი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. გაშლას გავაკეთებ სამ ვარიანტად, რადგან ბევრი ხართ, ყველასთვის 100%-ით იცით, რომ ვერ რეზონირდება, მაგრამ რაღაცას თქვენს ინფორმაციას აუცილებლად მიიღებთ. ვიდეო კი შეინახეთ და როდესაც ეს მოხდება და გაგახსენდებათ, შემდეგ კიდევ ერთხელ უყურეთ. პირველი ვარიანტი, როგორი პარტნიორი შემოდის თქვენს ცხოვრებაში? იქნება ამეთვისტო. მეორე ვარიანტი, იქნება ლაბრადორიტი. მესამე ვარიანტი, როგორი პარტნიორი შემოდის თქვენსთან, თქვენს ცხოვრებაში? მოდი ვნახოთ. და მესამე არ ჩანს, ხო? აი, მესამე იქნება ავანტური. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და დავიწყოთ. პირველი ამეთვისტო, მეორე ლაბრადორიტი და ავანტურინი მესამე. მესამეს და მეორეს გადავდებ გვერდზე და პირველებო, მოგესალმებით პირველებო, ამეთვისტოებო. თქვენს ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც იქნება საკმაოდ ემოციური, გახსნილი სამყაროსთან ურთიერთობისთვის, იქნება ძალიან მიზანდასახული და იქნება ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის ცხოვრება დაიწყოს თავიდან, რათა მიაღწიოს დასახულ მიზნებს, დასახულ წარმატებას მიაღწიოს დიდი შრომით. ეს ადამიანი იქნება ძალიან შრომის მოყვარე, ამავე დროს იქნება სტაბილური, იქნება იცით როგორი, ოჯახის მოყვარული და გარკვეულწილად ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური გარემო, ტრადიციები. აი ასეთი ადამიანი შემოდის თქვენთან სულ მალე. მოდი ვნახოთ. კიდევ დავამატოთ. პირველი ვარიანტისთვის, როგორი ადამიანი შემოდის? ეს ადამიანი, როდესაც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ექნება საკმაოდ რთული პერიოდი გავლილი. და სწორედ მაშინ გამოჩნდებით მის ცხოვრებაში, როდესაც
იმედი ექნება გადაწურული, რომ მასთან კარგი აღარაფერი მოხდება, მასთან თითქოს ემოციებისგან დაიცალა ეს ადამიანი და გარკვეულწილად, როდესაც მოხდება თქვენი შეხვედრა, ეს ადამიანი ჩაებღაუჭება თქვენს სიყვარულს. ნახოთ, როგორი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. მეგობრებო, ამ ადამიანს როგორც გითხარით, რთული პერიოდი ექნება გავლილი თქო, ექნება ნამდვილად გავლილი, იმიტომ რომ მას უღალატეს და სწორედ აი ამას უკავშირდება ეს გულის ტკივილი და ეს ადამიანი იქნება ახლა მარტოსული, როდესაც თქვენთან შემოვა, იქნება გადართული, როგორც გითხარით, საკუთარ თავზე, ზრუნვაზე, საკუთარ კომფორტზე, იქნება გადართული უფრო ფინანსურ კეთილდღეობაზე და რაღაც სიცარიელე ექნება პირად ურთიერთობაში. როგორი იქნება ეს ადამიანი? ძალიან მშრომელი, ძალიან მცდელი და ამავე დროს ძალიან ცნობისმოყვარე, ცოტა ხისტი ხასიათი ექნება იმის გამო, რომ არც თუ ისე ლაითი წარსული ექნება გამოვლილი, ამიტომ ამ ადამიანს ცოტა უნდობლობა ექნება და ამ ადამიანთან ურთიერთობაში თქვენ მოგიწევთ, არ გაშინებთ, მაგრამ გარკვეულწილად შეარჩიოთ სიტყვები, დაუკვირდეთ თქვენს გამონათქვამებს, იმიტომ რომ ცოტა ფეთქებადი ადამიანი იქნება, თუმცა გული ძალიან კეთილი, დიდი ბავშვი რომ იტყვიან, მაგრამ ძალიან მიზანდასახული, რომელიც საფუძველს უდებს თავის ლამაზ ცხოვრებას და წარმატებისთვის მიილტვის. მოდი ვნახოთ, სად შეიძლება შეხვდეთ ამ ადამიანს. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი შეხვდეთ ბანკში, შეიძლება შეხვდეთ სასამართლოში, აი ცოტა შეიძლება მეგობართან, მეგობრების წრეში შეხვდეთ. მოკლედ, ამ ადამიანს თქვენ აუცილებლად შეხვდებით, მაგრამ ერთი გაფრთხილება, რომ შეარჩიეთ მასთან სწორი დრო დასალაპარაკებლად და სწორი სიტყვები. ეს გახლდათ პირველი ვარიანტი. პირველებო, მე თქვენ დაგელოდებით და მეორეებო, მოგესალმებით. პირველებო, დამიწერეთ კომენტარებში გელით მე თქვენ რას ფიქრობთ თქვენს არჩეულ ვარიანტზე და მეორე ლაბრადორიტი. ლაბრადორიტი ვინც არჩევთ? ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში? ადამიანი, რომელიც პირველისგან განსხვავებით საკმაოდ ბედნიერია, საკმაოდ კარგად გრძნობს თავს, სავსეა ემოციებით, ბედნიერებით, გარკვეულწილად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ემოციები უკავშირდება მის პირად ცხოვრებას. არა, არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბედნიერია მეგობრების წრეშიც, თავისი თავით, თავისი საქმით, თავისი გარემოთი კომფორტულად აგრძნობს თავს, სადაც არის და როგორც არის. და ეს ადამიანი საკმაოდ კეთილი ადამიანია, შორიდან შეიძლება უყურებდეს თავის მეგობრების
ოჯახს, ბედნიერებას და ხარობდეს სხვისი ბედნიერებით. ძალიან კეთილი ადამიანი შემოდის მეორეებო, რომელსაც უყვარს სიცოცხლე და სწორია ბედნიერება და იღებს კიდეც ამას. ვინ შემოდის მეორეების? ამავე დროს ძალიან სექსუალური, ძალიან ქარიზმატული, მაგრამ აი ამ ადამიანს შეიძლება მოუნდეს თქვენთან ოჯახის შექმნა. ან მიუხედავად იმის, რომ არ აქვს ოჯახი, ეს ადამიანი ოცნებობდეს ბედნიერ ოჯახზე. კიდევ ერთი ვარიანტი წამოვიდა. ის პირველი ვარიანტი, რაც იყო გაგიჟღერეთ, მაგრამ რადგან ბევრი ხართ და ყველასთვის სხვადასხვანაირი იქნება თითოეული გაშლა, სხვადასხვა ენერგიები, მეორე ვარიანტად როგორ შეიძლება წავიკითხო. აი ამ ადამიანის შეხვედრისას თქვენ ძალიან დიდ მიზიდულობას იგრძნობთ. ძალიან დიდ გაუთვითცნობიერებელ ვნებას. და აი ამ მეორე ვარიანტისთვის შემიძლია გაფრთხილებასავით გითხრათ, რომ ეს იქნება კარმული ურთიერთობა და ეს იქნება, შეიძლება იყოს ასევე აკრძალული სიყვარული და კარგად გაარკვიეთ მეორეებო, შეიძლება ეს ადამიანი აი ამ მეორე ვარიანტის მეორე ვარიანტზე ვსაუბრობ. შეიძლება იმყოფებოდეს ქორწინებაში, მაგრამ თავდავიწყებით გადმოეშვას თქვენთან სასიყვარულო რომანსში, ამიტომ თქვენ გაფრთხილებთ, რომ ეს იქნება ისეთი კავშირი, რომელიც შეიძლება გონებით ფიქრობდეთ, რომ არ შეიძლება, მაგრამ აი ამ შემთხვევაში გული უბრძანებს გონებას და თრგუნავს გონებას და თქვენ შეიძლება თავი ამოყოთ სამკუთხედში. როგორი ადამიანი იქნება კიდევ, ვინც შემოვა თქვენთან? კარმული ადამიანი იქნება და მე კი გაგაფრთხილეთ, მაგრამ თქვენ აქ უძულურები ხართ სამწუხაროდ, ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან ვნებიანი და ამ ადამიანისთვისაც აი ერთმანეთს რა შეხვდებით, რითი მიხვდებით, რომ ეს ის არის. თელი სიცოცხლე, რაზეც ოცნებობდით, როგორიც წარმოგედგინათ თქვენი პარტნიორი და ამავე დროს თქვენ იქნებით მისთვის შეუდარებელი, ემოციური, ულამაზესი ქალი, რომლის ხელიდან გაშვება ამ მამაკაცს არ მოუნდება არასდროს. ძალიან ტკბილი იქნებით მისთვის თქვენც და თქვენი ენერგიებიც. შეიძლება კომუნიკაცია თქვენ შორის მოხდეს ინტერნეტით და გაიცნოთ ეს ადამიანი ინტერნეტით, ან შეიძლება უკვე გაქვთ კიდეც ინტერნეტ კავშირი ამ ადამიანთან. მეორეებო. კი, დამიდასტურა, რომ შეიძლება უკვე სწერთ ამ ადამიანს, ან სულ მალე იქნება კომუნიკაცია, მიწერმოწერა ერთმანეთთან. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი. მეორეებო, გამომეხმაურეთ მე თქვენ გელით. ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ მე თვითონ. და მესამეებო, მადლობა მოთმინებისთვის. ავანტურნი. ვინ არის ის ადამიანი მესამეებო, ვინც შემოდის თქვენს ცხოვრებაში?
საკმაოდ განათლებული ადამიანი, საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი, ერუდირებული ადამიანი გონება, ადამიანი, რომელიც შეიძლება წამყვან პოზიციებზე მუშაობს, შეიძლება იყოს ექიმი, შეიძლება გახდეთ საჯარო სამსახურის მაღალ თანამდებობაზე, ან იყოს ძალოვან სტრუქტურებში, შეიძლება იყოს ქირურგი. მოკლედ, ეს ადამიანი იქნება საკმაოდ განათლებული, თავდაჭერილი, ამაყი, ადამიანი, რომელსაც გული კეთილი აქვს, მაგრამ გარედან სიცივეს ტრანსლირებს, თითქოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კაცრი, ცივი ადამიანია. შეიძლება ერთგვარად მისი სამსახური და სამსახურეობრივი მოვალეობა ამყარებდეს ამ ადამიანის ხასიათს. ვინ არის ეს ადამიანი, ვინც შემოვა თქვენს ცხოვრებაში მესამეები? კიდე. როგორც გითხარით, გულით ემოციურად, საკმაოდ ემოციური ადამიანი იქნება, მაგრამ თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ. სად გაიცნობთ? მეგობრებო, თქვენ მე კი ახლა ახალ ურთიერთობაზე ვსაუბრობ, მაგრამ აქ შემომეპარეთ შეიძლება მესამეები, ის ადამიანები, რომლებიც დაშორებულები ხართ და ისევ იმ ადამიანზე ფიქრობთ. ზოგიერთი თქვენგანი უეჭველად ასია და ეს ადამიანი თქვენგან შეიძლება წასულია და თქვენ ამ ადამიანს ვერ ივიწყებთ და მუდმივად აკვირდებით მას, ინფორმაციებს